გადაცემის მხარდამჭერია სარეკლამო კომპანია Outdoor-G. საღამოშვიდობის მოგესალმებით, დღეს პარასკევია 20 საათი, ერთსულობის ეთერშია გადაცემა თაობა ზეტი. 21 საუკუნის კინო ალბათ წარმოუდგენელია სპეცეფექტებისა და ვიზუალური ეფექტების გარეშე, კომპიუტერულ გრაფიკას და ვიზუალურ ეფექტებს მთელი მსოფლიო აქტიურად იყენებს. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაც სწორედ ეს არის და პირველ სტუმრად მოვიწვიეთ კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაცია სიძი ჯორჯიას დამფუძნებელი ნიკოლოზ გოგოჭური. მოგესალმებით ნიკოლოზ, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და გილოცავთ ეთერს. დიდი მადლობა. მოდით დავიწყოთ საუბარი, სპეცეფექტების როლი რამდენად მნიშვნელოვანია ფილმებში და საიდან იღებს იგი სათავეს? ვიზუალური ეფექტების როლი დღევანდელ ფილმწარმოებაში არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბოლო ალბათ 20 წლის მანძილზე არც ერთი ფილმი არ გაკეთებულა რაიმე სახის ვიზუალური ეფექტების გარეშე. ანუ საუბარი არის ვიზუალურ დამუშავებაზე და ეფექტების დამატებაზე. ისეთი ფილმებიც კი, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვთ საერთოდ, რომ შეიძლება ვიზუალური ეფექტები კონდეს. მაგალითად, მამამიაში ვიზუალური ეფექტები არის, იქ კუნძულები არის დამატებული. ანუ მნიშვნელობა ძალიან დიდია. სათავე სად არის? პოპ კულტურაში ვიზუალური ეფექტების სათავე არის Star Wars-ი. ანუ ვარსკვლავური ომები. ამ ფილმებისთვის გაკეთდა ვიზუალური ეფექტები ისეთი მასიური პირველად და მას შემდეგ ეს მატარებელი დაიძრა და მიდის. როგორ იქნებოდა თავდაპირველად ზოგადად სპეცეფექტები, რა თქმა უნდა ეს არ იქნებოდა ისეთი დონის, როგორიც ახლა არის, მაგრამ აი თავიდან რა ტექნიკით ამზადებდნენ? რა თქმა უნდა თავიდან იქნებოდა ყველაფერი, ანუ მაქსიმალურად გადაღებული იყო ყველაფერი, თოჯინებზე აგებული იყო, მაკეტებზე აგებული იყო ყველაფერი და ხრიკებზე, კამერით გადაღებულ ხრიკებზე იყო აგებული ყველაფერი, თუმცა მე კომპიუტერული ტექნიკა, როდესაც განვითარდა და შემოვიდა მასებში და უფრო სწრაფი გახდა კომპიუტერული ტექნიკა, მას შემდეგ უკვე კომპიუტერმა უფრო აქტიური როლი დაიჭირა ვიზუალური ეფექტების წარმოებაში ფილმებისთვის. ანუ ეს უკვე გემოვნების ამბავი არის რეალურად, რომელიმე რეჟისორს თუ ურჩევნია, რომ მანქანებით ითამაშოს და რეალურ ცხოვრებაში ააფეთქოს, მაგალითად მაიკლ ბეი აკეთებს ხოლმე ესე, იმიტომ რომ უყვარს ის რეჟისორი ამას აკეთებს. თუმცა კომპიუტერით დღესდღეობით უკვე ყველაფრის ჩვენება არის შესაძლებელი და ძალიან ბევრი რეჟისორი უკვე მიმართავს მხოლოდ ამ მეთოდს. და რამდენად დახვეწილი არის ქართულ ფილმებში სპეცეფექტები? სპეცეფექტი ზოგადად ნიშნავს იმას, რომ აი ნებისმიერი ჭუჭყი რაც ეკრანზე ზედმეტია მაგის მოშორება, მაგრამ მე მაინტერესებს ზოგადად მასშტაბურ სპეცეფექტებს თუ ვიყენებთ საქართველოში და თუ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ ვიზუალური ეფექტები. საინტერესო შეკითხვა არის, რამდენად ვიყენებთ საკმაოდ მწირი რაოდენობით და ეს მიუთითებს პირველ და ყველაზე ძირეულ პრობლემაზე. საზოგადოებაში არსებობს ესეთი აზრი და სტერეოტიპი, რომ საქართველოში კომპიუტერული გრაფიკა დაბალ ხარისხში შეიძლება გააკეთო. არადა საქართველოში ძალიან ბევრი, ძალიან კარგი სპეციალისტი არის, ძალიან მაღალი დონის და კარგ ნაწარმოებს აკეთებენ, კარგ პროდუქტს აწარმოებენ. და ეს არის უკვე მეორე სტერეოტიპი, რომ კომპიუტერული გრაფიკა არ არის წარმოება. და ჩვენ ვამბობთ იმას, რომ კომპიუტერული გრაფიკა ზუსტად წარმოება არის და ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმოება მსოფლიოში. თქვენი ასოციაცია ასევე ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, და თქვენი მიზანიც ის არის, რომ ვიზუალური ეფექტების განვითარებას უფრო დიდი მნიშვნელობა დაეთმოს და ამისთვის შარშან თუ არ ვცდები დაიწყო ფესტივალი და აი ამ ფესტივალის შესახებ რომ გითხრათ. შარშან ზოგადად რამდენიმე ასოციაცია და გავერთიანდით და მათ შორის ასევე შემოგვიერთდა მე ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და აი ჩვენ ამ კონგლომერატმა შარშანდელი მთელი წლის მანძილზე ძალიან ბევრი ღონისძიებები ჩავატარეთ. ეს იყო კომპიუტერული თამაშების წარმოების მარათონები და ჩვენ შემთხვევაში ეს იყო კომპიუტერული გრაფიკის პირველი ფესტივალი საქართველოში. გამოვეცი ჟურნალი პირველი კომპიუტერული გრაფიკის შესახებ და წელს ტარდება მეორედ ეს ფესტივალი. წელს უკვე ავედით რეგიონალურ დონეზე, საქართველოს ხდება ცენტრი ამ რეგიონის, აზერბაიჯანის, სომხეთიდან წარმომადგენლები ჩამოდიან ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიები, ხვდებიან მთავრობას და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არის კომპიუტერული გრაფიკის სამყაროში. ეს იქნება 14-დან 20 ივნისამდე კვირეული იქნება მთლიანი დათმობილი ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში.
ძალიან კარგი, წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენს ასოციაციას და იმედი მაქვს, რომ შემდეგშიც მობრძანდებით ჩვენთან სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა აუცილებლად გესტუმრებით და მე ძალიან გამიხარდა, რომ ტექნოლოგიებზე გადაცემა არის უკვე ერთსულოვნების ეთერშიც. წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა, მაყურებელს შევახსენებ კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაცია CD Georgias დამფუძნებელი ნიკოლოზ გოგოჭური იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ახლა კი წარმოგიდგენთ რუბრიკა საზოგადოების აზრი. საინტერესოა თუ რომელმა ფილმმა დაამახსოვრა თავის სპეცეფექტებით მაყურებელს. ვნახოთ სიუჟეტი. ფილმი, რომელთაც დაამახსოვრა სპეცეფექტები, ეს იყო ინტერსტელარი. მომეწონა ის, რომ იყო ძალიან კარგად გადმოცემული ეს კოსმოსის სცენები, სხვა ფილმში არის ძალიან ხელოვნური. სპეცეფექტებით ყოველთვის ჰოლივუდში კარგ ფილმს იღებენ. ფორსაჟი ძალიან მომწონს. ახლა ახალი ფილმიც ინტერსტელარიც კარგი სპეცეფექტები არის. რეალობასთან ძალიან მიახლოებული არის. ბოლოს ნახე მოსე, მეფეები და ღმერთები. დამამახსოვრდა იმიტომ, რომ ბევრად მეც ველოდი, იმიტომ რომ რეალურ ფაქტებზე იყო სიუჟეტი. თითქმის სულ ისეთ შეგრძნება მქონდა, რომ სულ კომპიუტერული იყო მთელი ეს ბუნებაც და ყველაფერს, მაგალითად, როდესაც მოსე გადაიყვანს ეგვიპტელებს ზღვაში და ყველაფერი იყო ისე. თითქოს უხარისხოთაც იყო. სპეცეფექტების მხრივ მომწონს ყველაზე მხრივ ავატარი და ასევე დასაწყისი. ყველაზე კაი სპეცეფექტები ზოგადად ალბათ ავატარში არის. ზოგადად ფილმი არ მომწონს შინაარსობრივად, მაგრამ ანუ სპეცეფექტებით მართლა ძალიან ისე და კარგად არის გაკეთებული. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი სპეცეფექტებით იყო შიმშილის თამაშები. ანუ ესეც სპეცეფექტები, სადაც სადაჭარბობს ისეთი ფილმებით არ ვინტერესდები, უფრო დრამას, კომედიები, ასე შემდეგ რა. რა ვიცი, გამორჩევა შემიძლია ჯიმ კერის ფილმების მაგალითად, ასევე ჯეკ ნიკოლსონის და ასე შემდეგ. ჯარისკაცთა საძმო მახსოვს, აი, ყველაზე კარგი სპეცეფექტები რაც მქონდა. საბრძოლო ფილმი იყო და შესაბამისად ანუ ყველანაირ დახვეწილი იყო რა, რაც საბრძოლო ფილმს სჭირდებათ მეორე მსოფლიო ომის შესახებ. გამოყოფის ბეჭდების ზანებელს, რადგან იმ კონკრეტული დროს მიხედვით, როცა გადაღებული იქნა ეს ფილმი, გამორჩეული სურათი არის აღწერილი ჩემი აზრით. ახლა კი ჩვენს ეთერში რუბრიკის დროა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ თავისთავად გამოსცადოს ჟურნალისტის ამპლუაში და მოამზადოს სიუჟეტი. მე კი ახლა უნდა წარმოგიდგინოთ ნათია ცინცაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. მან წინა კვირას გამოგზავნა თავისი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე და ჩვენ მივეცით მას შანსი, მან მომზადა სიუჟეტი სპეცეფექტების შესახებ. მოდით ვნახოთ იგი და შემდეგ დაბრუნდებით მასთან ერთად ეთერში. 3, 2, 1, action! კინემატოგრაფია ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მსოფლიო კინოინდუსტრიის ცენტრი ჰოლივუდი დგას, სადაც ათობით ფილმს იღებენ. ჩვენი სიუჟეტიდან დღეს თქვენ გაიგებთ, თუ როგორ მზადდება ჰოლივუდის სპეცეფექტები. ფილმის გადაღების შემდეგ, სანამ გამზადებული პროდუქტი მაყურებლამდე მივა, მან დიდი გზა უნდა გაიაროს. ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ეტაპი მონტაჟია. ფილმში მონტაჟის შემდეგ ადამიანი ნებისმიერ არსებად შეიძლება მოგვევლინოს, ხოლო მონტაჟური გადაწყვეტა კი გამომდინარეობს რეჟისორის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრიდან. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეკრანზე ნაჩვენები გემი ფილმში გამოსაყენებლად დაწვეს ცდებით, ამისთვის გამოიყენეს მწვანე ფონი, ეგრეთ წოდებული green screen. ეს არის ფონი, რომელიც შეიძლება გადაიქცეს ნებისმიერ ფონადან საგნად. მწვანე ფონის პროგრამული ამოჭრით, ობიექტი შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწის ნებისმიერ ადგილას ან ნებისმიერი ნივთი გაჩნდეს მასთან. ამ შემთხვევაში ფილმის შემოქმედებით ჯგუფს სჭირდებოდა შეექმნა ეპიზოდი, სადაც გემს ცეცხლი ეკიდება და სანაპიროზე სამაშველო ბრიგადა მის ჩაქრობას ცდილობს. ამ სცენის გადაღება მწვანე ფონის გამოყენებით გაცილებით მარტივად და იაფად შეძლეს.
ახლა თქვენ ფილმ ადამიანი ობობას გადასაღებ მოედანზე იმყოფებით. ტექნიკური პერსონალი ელოდება რეჟისორის დათვლას, რის შემდეგაც სპეციალური მექანიზმის საშუალებით ავტომობილებს ხიდიდან აგდებენ. ტექნიკოსებს ამინდის ხელოვნურად შექმნაც არ უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებისას მზიანი ამინდი იყო, მონტაჟმა ყველაფერი შეცვალა და ისეთი ამინდი შეიქმნა, როგორიც რეჟისორს და სცენარს აწყობს. ეს ჟურნალისტი და რესპონდენტი, რომლებიც კამერას გაურბიან, ნამდვილად არ იმყოფებიან ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე. ისინი ვირტუალურ სტუდიაში არიან. ვიზუალური ეფექტის საშუალებით კი შუა ქუჩაში აღმოჩნდნენ. რეჟისორები, პროდიუსერები, სცენარისტები და მთლიანად ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ზრუნავს იმაზე, თუ როგორ საინტერესო და ვიზუალურად გაფორმებული უნდა იყოს ფილმი. დაელოდეთ ჰოლივუდი, თქვენ კიდევ ბევრ საინტერესო ტექნიკურად დახვეწილ ფილმს გიმზადებთ. დავბრუნდით ეთერში ესეთი საინტერესო სიუჟეტის შემდეგ და წარმოგიდგენთ მის ავტორს ნათია ცინცაძეს. მოგესალმით ნათია. მადლობა რომ დაინტერესდი ჩვენი გაცემის რუბრიკით, გამოგვიგზავნე შენი მონაცემები და მომზადე სიუჟეტი. მადლობა თქვენ, რომ დამიკავშირდით მომეცით საშუალება, რომ გავხდარიყავი ერთი დღეს ჟურნალისტი. საკმაოდ ინფორმაციული სიუჟეტი იხილა უკვე მაყურებელმა. რამდენად საინტერესო იყო სიუჟეტის მომზადების პროცესი? ძალიან საინტერესო იყო სიუჟეტის ჩაწერის პერიოდი, რადგან გავიგე ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი რეჟისორის ხრიკების შესახებ. ასევე მინდა მოუწოდო ყველა დამწყებ ჟურნალისტს, რომ გამოაგზავნოს თავისი CV, რადგან გამოცდოს თავის თავი ერთი დღეს ჟურნალისტად. ეთონ, შენ რამდენად მოგეწონა სიუჟეტი, რომელიც უკვე ვნახეთ? სიუჟეტი და მუშაობის პროცესიდან ვარ ძალიან კმაყოფილი. ძალიან კარგი, მე მინდა წარმატებები გისურვო შენ. მაყურებელს შევახსენებ, ნათია ცინცაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მე მინდა თქვენს გირჩიოთ, რომ თუ გინდათ, რომ თქვენს ასევე მოამზადოთ სიუჟეტი, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემებით ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. ახლა კი წარმოგიდგენთ ნია პატაშურის მიერ მომზადებულ სიუჟეტს. იგი იმყოფებოდა ახალი ფილმის გადაღებაზე და ვნახოთ თუ როგორ მიმდინარეობს ფილმის გადაღებები. სიმართლე თუ მოქმედება. ეს იმ ფილმის სახელია, რომელზეც ახალგაზრდა რეჟისორი ირაკლი დონაძე და მისი გუნდი Times Group-ი თავდაუძოგავად მუშაობს. არაერთ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობის შემდეგ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება რეჟისორისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. ფსიქოლოგიური ტრილერის სიმართლე თუ მოქმედება გადაღებების ერთი ნაწილი უკვე დასრულებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფის წევრები აბიტურიენტები არიან, გადაღებების პროცესმა ეროვნული გამოცდების დასრულებამდე გადაინაცვლა. თუმცა ეს მათ განრიგს და ფილმის მაყურებლამდე მიტანას ხელს არ შეუშლის. ფილმის გადაღების იდეა ირაკლი დონაძეს მოულოდნელად გაუჩნდა. მისი იდეა სარკე სტუდიამ მოიწონა და ფილმის გადაღებებისთვის საჭირო დახმარებაც გაუწია. 7-8 წლის განმავლობაში იწერებოდა სცენარი, Final Draft-ში ეს არის ჰოლივუდური პროგრამა. დავიწყეთ მუშაობა, მოვინახულეთ ლოკაციები, დავიწყეთ სახელის უკეთესად მოფიქრება, სიმართლე თუ მოქმედება არის სახელი, რაზეც ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდით სხვათა შორის. მთლიანობაში ყველა ერთი გულუბრყვილო ბავშვია. რასაც თამაშობენ, ეს არის სიმართლე თუ მოქმედება, ერთ-ერთი თამაში, რაც ყველამ იცის და უსპად მომივიდა თავში ეს იდეა, რომ აი დავარქვათ სიმართლე თუ მოქმედება და სექტემბერ-ოქტომბერში ალბათ ფილმი იქნება უკვე საქართველოს ყველა კინოთეატრში. ფილმის გადაღებისთვის მომზადება ადვილი არ ყოფილა. გუნდის წევრების თქმით, ყველაზე შრომატევადი საქმე მსახიობების არჩევა იყო. ჯგუფის წევრებმა გაცილებით ნაკლები შრომა ლოკაციის შერჩევაზე გაწიეს. ლოკაციის შერჩევა არ გაგვიძნელდა, იმიტომ რომ ირაკლის სცენარის წერისას გათვლილი ჰქონდა თავისი აგარაკი. და სწორედ ჩვენ გადამღები ჯგუფი ვიყავით ლოკაციაზე, მოვინახულეთ ადგილი, სადაც უნდა გადავიღოთ ფილმი და სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ვითარდება ფილმის ძირითადი მოვლენები. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ფილმი არის ფსიქოლოგიური ტრილერი, ჩვენი ფილმი არ იქნება დატვირთული გრაფიკული სპეცეფექტებით. გრაფიკული სპეცეფექტებით არის დატვირთული ჩვენი პოსტერი და რაც შეეხება ფილმს, არის გამოყენებული ვიზუალური სპეცეფექტები, რომლითაც სარკე სტუდია გუზრუნველყოფს, გვაძლევს შესაბამის ტექნიკას, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ მაქსიმალურად.
სიმართლე თუ მოქმედება. ეს უწყინარი თამაში ფილმის მთავარ თემად იქცა. ექსკურსიაზე წასულ მე-12 კლასელებს ადგილობრივი მონადირის ეშინიათ, თუმცა იმას ვერ აანალიზებენ, რომ რეალური საფრთხე თავად მათშია. თამაში ფილმისთვის და თამაში ფილმში. Times Group-ის წევრების კრეატიული და საინტერესო მიდგომა საქმის მიმართ ფილმის წარმატების გარანტია. ახლა კი წარმოგიდგენთ ახალგაზრდა რეჟისორს, არაერთი ფილმის ავტორს, იზი თითბერიძეს. მოგესალმები იზი, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. გერიქთ მადლობა მოწვევისთვის. ახალგაზრდა რეჟისორი ხარ და საკმაოდ ბევრი ფილმი გაქვს უკვე გადაღებული, გაიტანე კინოფესტივალზე, საკმაოდ წარმატებით დასრულდა ეს ფესტივალი. ამის შესახებ რომ გითხრა, ზოგადად შენ შესახებ ესაუბრე. ზოგადად კინოსფერო ჩემთვის ბავშვობიდან ძალიან საინტერესო იყო, ადრეული ასაკიდან ვიყავი ამით დაინტერესებული და რა თქმა უნდა ვუყურებდი სხვა ფილმებს. ვიყავი ასე ფოტოგრაფიით დაინტერესებული და დროთა განმავლობაში დავიწყე ჩანახატების გაკეთება და უკვე ადრეული ასაკიდან გადავწყვიტე რომ რეჟისურაზე ჩამებარებინა. ფილმების გადაღება, ასე ვთქვათ, მოკლემეტრაჟიანი ფილმების 2012 წლიდან დავიწყე. თავდაპირველად ვიღებდი დოკუმენტურ ფილმებს. შემდეგ გავაკეთე ჩემი პირველი სადებიუტო მხატვრული ფილმი, რომელიც მონაწილეობდა საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალ სესილიზე და იქ აიღო სპეციალური დიპლომი საუკეთესო დებიუტისთვის. ხოლო ეხლახანს გადავიღე ახალი ფილმი, ასევე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მონაწილეობს საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე ამირანი. ძირთადად რა თემატიკა გაქვს ხოლმე ფილმებში? განსაზღვრული ერთი კონკრეტული განსაზღვრული თემატიკა ფილმებში არ მაქვს. აი მაგალითად პირველი ფილმი იყო ქალზე, რომელიც ყოველდღე ერთსა და იმავს აკეთებს იმისთვის, რომ რაღაც თავის მოგონებებთან იყოს ახლოს და საკმაოდ სევდიანი იყო, ხოლო მეორე ფილმი არის კომედიური ჟანრის და არის მხატვარზე, რომლის ნახატებიც რეალური და ცოცხალი ხდება და საბოლოო ჯამში იმდენს იზამს, რომ თვითონ იქცევა ნახატად. ამიტომ რაღაც ერთიანი ისე ვთქვათ კონცეფცია არ მაქვს შემუშავებული. ამჟამად ხო არ მუშაობ რომელიმე ფილმზე და ზოგადად სამომავლო გეგმებზე რო გვესაუბრე? ამჟამად, ეხლახანს დამთავრებ ჩემი ბოლო ფილმი, ახლა მუშაობ დოკუმენტურ ფილმზე, ხოლო სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვფიქრობ სწავლა გავაგრძელო მაგისტრატურაში სარეჟისოროზე და რა თქმა უნდა, გავაგრძელო ფილმების გადაღება, ოღონდ ჩემი ინტერესის სფერო არის მხატვრული კინოს რეჟისურა. დიდი მადლობა, იზი, წარმატებები მინდა გისურვო შენ. დიდი მადლობა თქვენს ასევე. მე მაყურებელს შევახსენებ, ახალგაზრდა რეჟისორი იზი თითბერიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ახლა კი დროა წარმოგიდგინოთ ვიქტორინა, რომლის წესებიც ასეთია, ჩვენ ეთერის საშუალებით შემოგთავაზებთ შეკითხვას, თქვენ კი საშუალება გაქვთ ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავქცეთ პასუხი კომენტარებში, პოსტის კომენტარებში, რომელიც კითხვის დასმისთანავე დაიდება Facebook-ის გვერდზე. ჩვენ დღევანდელი შეკითხვა კი ასეთი გახლავთ, რომელმა ფილმმა აიღო საუკეთესო სპეცეფექტების ნომინაციაში ოსკარი 2015 წელს. გავიმეორებ შეკითხვას, რომელმა ფილმმა აიღო საუკეთესო სპეცეფექტების ნომინაციაში ოსკარი 2015 წელს. წარმატებებს გისურვებთ, თუ თქვენ პირველები იქნებით და სწორ პასუხს გავგცემთ ჩვენი Facebook-ის გვერდის ოფიციალურ გვერდზე, მაგ შემთხვევაში გადმოგეცემათ თავისუფალი თეატრის მიერ დაწესებული პრიზი. ჩვენ დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულებულია, მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ნახვამდის. გადაცემის მხარდამჭერია სარეკლამო კომპანია Outdoor-ი.